მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. გადაცემის თანადგომისათვის მინდა მადლობა გადავუხადო მაღაზია Design Avenue-ს და ასევე მაღაზია Salon Podium-ს. რაც შეეხება ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარს, ალბათ ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოში, როდესაც ვირტუოზ ადამიანებზე იწყებენ საუბარს, არ შეიძლება რომ ქართველი უნიჭიერესი მუსიკოსი თემურ ყვითელაშვილი არ ვახსენოთ. ყველანი დამეთანხმებით, რომ ვირტუოზი ადამიანი მთელი მსოფლიოს მასშტაბით არც თუ ისე ბევრი გახლავთ. მას მოპოვებული აქვს პრიზები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და დაკრული აქვს ისეთ დიდ დარბაზებში, როგორიც არის მაგალითად კარნეგი ჰოლი, რაც აღსანიშნავია, იმიტომ რომ ქართულ გიტარისტს სხვას არავის არასოდეს არ შეუსრულებია აი ასეთ დიდ და მნიშვნელოვან დარბაზში. მრავლის მეტყველი გახლავთ ის ფაქტი, რომ ბატონი თემური 2004 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. მას შესრულებული აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უდიდეს დარბაზებში სხვადასხვა კომპოზიციები. დღეს კი მე ძალიან გახარებული ვარ, რადგანაც ბატონი თემური ჩემთან მოგბრძანდა გადაცემაში. მოგესალმებით ბატონო თემურ, მოხარული ვარ, რომ თქვენ მოგბრძანდით დღეს ჩვენთან აი ასეთი გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად. თქვენ 30 საათის მანძილზე უკრავდით შესანიშნავ კომპოზიციებს სხვადასხვა ჟანრის და მაინტერესებს, რამდენად რთული იყო ეს. მადლობა ჩემი მოწვევისთვის. საერთოდ მიქურს, როდესაც მესაუბრებიან გინესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გაცილებით საინტერესო თემებია ჩემს ცხოვრებაში და ჩემს შემოქმედებაში სასაუბრო, ვიდრე გინესის რეკორდი, მაგრამ უბრალოდ უნდა გითხრათ, რომ გინესის რეკორდმა აბსოლუტურად სხვა რაღაც აჩვენა. მე ამაზე არაერთგზის ვისაუბრე, არ მარტო საქართველოში. პირველ რიგში ადამიანის შესაძლებლობები, ეს ერთი. მეორე, ის რომ გინესის წესდებაში იყო ასეთი პუნქტი, სადაც გვეუბნებიან, რომ 4 საათის განმავლობაში არ გაქვთ უფლება გაიმეოროთ არც ერთი ფრაზა და კომპოზიცია. ესე იგი, თქვენ უნდა საკმაოდ რეპერტუარი თუ უნდა გქონდეთ ძალიან დიდი არჩევანი კომპოზიციებისა, რომ წარადგინოთ და ანუ დაუკრათ. ეს მეორე. კიდევ ის რომ ყოველ საათში გაქვთ 3 წუთის საშუალება რომ შეისვენოთ, 3 წუთში ძალიან ძნელია რომ შეისვენოთ, მით უმეტესად ამ ხელა გზაა გასავლელი, 3 წუთი არაფერი არ არის. დაახლოებით 3 კამერა იღებდა და არც არ აქვს უფლება რომ ამ გადაღებას, ამ მსვლელობის დროს იყოს პაუზა 5 წამზე მეტი თუ შეწყდა მაგალითად. ესე იგი მოხდება ანულირება საერთოდ ამ ღონისძიების. ანუ წარმოიდგინეთ რამდენი პუნქტი იყო შესასრულებელი და ანუ წარმოიდგინეთ რა მომზადება იყო საჭირო რომ ადამიანი 9 საათის განმავლობაში დაჯდეს. დაიღლება, ადგილს გაიაროს. მე მართლა ის ადამიანი ვარ, რომელსაც არასოდეს არაფერი არ გამიკეთებია ეს ზედაპირულად, ანუ უბრალოდ რომ მოვალეობის მიზნით. ანუ აქაც მქონდა ასე ვთქვათ ისეთი სურვილი და დიდი შეავნებას მივიღე, უბრალოდ ბოლომდე დავიხარჯე და ყველა აღთვალებული დარჩა იმით, რომ აქ მართლა დაიკვრა მუსიკა, იმიტომ რომ ხალხი უსმენდა ამას. როდესაც დავამთავრე დავკვრა, მე ჩვეულებრივად გავაგრძელე ასე ვთქვათ ცხოვრება. ეს არ იყო არავითარ შემთხვევაში სპორტი, ეს იყო უბრალოდ მუსიკოსის ასე ვთქვათ მარათონი. მე მარათონი მინდოდა, მაგრამ ჩემმა მეგობარმა ბატონ დავით დატულაშვილი, რომელიც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი, ჩემი მეგობარი, შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც მისცა უბრალოდ გინესის სახე. თუ არ ვცდები, თქვენ მეორეთაც გქონდათ, ანუ მცდელობა. ამ თემაზე მართალიგეთად არ ვსიამოვნებს საუბარი. ვიზარდა ჩემი საქმე პირნასაც გავაკეთე და პატრიოტული მოტივით გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ 35 საათზე პრობლემები შეიქმნა ეგასთან დაკავშირებით და მოხდა სრული ანულირება ამ ყველაფრის, რაც გაკეთა, ჩაიყარა წყალში ეს ყველაფერი, ნუ. და ეს ძალიან დასაფასებელი არის, რომ თქვენ ანუ გადალახეთ აი ეს ყველაფერი და დიახ, რა თქმა უნდა, ისეთი წარმატებული მუსიკოსი ბრძანდებით და განაგრძობთ თქვენს მოღვაწეობას და ახარებთ მსოფლიოს და არც მაგით თარგმნას. რა თქმა უნდა, ნამდვილად და ახარებთ უამრავ მსმენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბატონო თემურ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით მსიურის პარკში. მე ვიცი, რომ თქვენ ძალიან გიყვართ ვარჯიში, ყოველდილით დარბი ხართ, ვარჯიშობთ, თუ არ ვცდები ვაკის პარკში, მაგრამ დღეს რატომღაც მსიურის ბაღი ავირჩიეთ? ძალიან კარგი ადგილი ერთია სხვადასხვა მომწონს. ყოველთვის მომწონდა მსიური. დიახ. უბრალოდ ჩემგან შორს არის და მაგიტომ აქ. როგორ ახერხებთ ბატონო თემურ, რომ აი ასეთი დაკავებული ადამიანი ყოველდილით ადგეთ თუ არ ვცდები 6 საათზე და იცით რა, მე ბავშვობიდან აი ესეთი რეჟიმი მაქვს. ანუ ყოველთვის თელ უბანს მე ვაღვიძებდი, იცით, აი ყველას. აი წამო ერთი კაცის ყვირილი ისმოდა, მე ვიყავი ეს ბავშვი, რომელიც ვაღვიძებდი თელ უბანს. და მე ერთი 15 ბიჭი მივიდიოდით ბოტანიკურ ბაღში. ფეხბურთის სათამაშოდ, იქ ჩანჩქერზე, ასე ვთქვათ, ზამთარს ზაფხულს ხათაშორის. სიცხლე მიყვარს ძალიან და მithmeდა ეხლა ძალიან სიამოვნებს აქ რო ვარ და ძალიან მიკვირს რომ არ არიან ესე ვთქვათ
სხვა ქვეყნებში წარმოიდგინეთ პარკები გადაჭედილია ნებისმიერ დროს. კი. არა მარტო ბავშვები, არამედ ისეთი ადამიანები, რომლებიც ვერ ახერხებენ დილით მაგალითად და გამოდიან დღისით ან საღამოს, უფრო სასარგებლოა საღამოს სირბილი. ძალიან ბევრი მოგზაურია და ყოველთვის ვაკვირდებოდი, რატო ხდებოდა რა, აი ხშირად ხედავდი რომ შეცდომები დაუშვა ხალხმა ისეთ რაღაც რომელიც შეიძლება არ მოხდარიყო. ანუ კიდევ აი ეს ბარიერი, ანუ ეს დისტანციის მომენტი, ან ბევრი რაღაცა ესეთი საფრთხილო, როცა ხვდები ადამიანების 90% ეს მიაჩნია რომ ეს ვითომ არაფერია, მაგრამ მოდით შევთანხმდეთ და ვთქვათ ის რომ ყველაფერი წუნამიდან იწყება. ბატონო თემურ, ესე იგი ჩვენ ქართველები ძირითადად ძალიან ზარმაცი ერი ვართ, ხო? რასაც თქვენზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ ჩვენ ღმერთმა მოგწა ყველაფერი იმისათვის, რომ ძალიან განვითარებული ერი ვიყოთ, ალბათ უფრო ბევრად კიდევ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს. მაგრამ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, ვინც 24 საათის მანძილზე მართლა მუსიკაში ცხოვრობს და ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ ამასთანავე ძალიან მოგრძალებული. თქვენ რომ ალბათ საქართველოს საზღვრების გარეთ ცხოვრობდეთ, ხვანაირი ცხოვრებით იცხოვრობდით, მაგრამ თქვენ თვითონ ბრძანეთ, რომ თავარი არის თქვენი ადამიანურობა. ადამიანმა იცხოვრო, შენი ცხოვრებით უნდა გქონდეს შენი საყვარელი საქმე, ეს უნდა აკეთო ძალიან მაღალ დონეზე. და უნდა იყოს სასარგებლო შენი ქვეყნისთვის, შენი მეგობრების, შენი ოჯახისთვის თავისთავად ცხადია, ხო? ბატონო თემურ, თქვენთვის ოჯახი რომელ ადგილზე დგას? ოჯახი დგას იმ ადგილზე, რომელზეც უნდა იდგას. აქ არ შეიძლება თქვა, რომ მაგალითად გიტარა ჩემთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ოჯახი, ან პირიქით, ან კიდე სხვა რამ. თქვენს კარიერაში და ასევე თქვენს ცხოვრებაში თქვენს მეუღლეს აი რა როლი მიუძღვის, როგორც ვიცი, იგი ბალერინა გახდათ და თავისი კარიერა შესწირა თქვენს კარიერას, ასე ვთქვათ. გადადგა ესეთი ნაბიჯი, ჩემი თხოვნით, რა თქმა უნდა, თხოვნაც იყო და ეს ულტიმატუმი ძალიან ცუდა იზღვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მას ვთხარი, რომ სხვანაირად არ გამოვიდოდა. მე უბრალოდ როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი, რომელიც არაერთხელ მქონია შეხება არაერთ კოლექტივთან, ვიცი რომ ადამიანი თუ დაოჯახდა და შექმნა ოჯახი, მაშინ გასტროლებზე ქალის ასე ვთქვათ, მოგზაურობა მე ცოტა არ მესმის. იმიტომ რომ არჩება დრო, ოჯახს თავისი დრო ჭირდება და თავისი ყურადღება და მე ცოტა ძალიან მომთხოვნი ადამიანი ვარ და საერთოდ მიყვარს როცა ყველაფერი თავის ადგილზეა და ეხლა როგორია მოხვიდე სახში და ცოლი გასტროლებზე ცოტა ჩემთვის გაუგებარია, ჩემთვის. ამიტომ რა თქმა უნდა ყველანაირად ხელს მიწყობს თავისთავად ცხადია და მე ვთქვი რომ სამაგალითო ოჯახია და დედა და მე პატრიცინას მსახურობს. ძალიან დასაფასებელი გახლავთ ის, რომ ჩვენ ქართულ ქალებს შეგვიძლია რომ ქართველი მამაკაცებისათვის და ჩვენი მეორე ნახევრებისათვის, ანუ დავთმოთ საკუთარი კარიერა, ასე ვთქვათ, ცხოვრება ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ალბათ საკუთარი კარიერა დიახ და მიუძღვნათ იგი შვილებს, ჩვენს მეუღლეებს და რა თქმა უნდა ორი ალბათ წარმატებული ადამიანი ერთ ოჯახში და ორი წარმატებული ხელოვანი ალბათ ეს მეტი იქნება. მეც დაგეთანხმებით ამაში. ვიცი რომ თქვენ ყავთ არაჩვეულებრივი ორი შვილი, ქალვაში. დიახ, თქვენი ვაჟი არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი, ასევე მე იგი მოვისმინე და აღფრთოვანებული დავრჩი. როგორი მშობელი ხართ თქვენ და როგორ ახერხებთ აი ასეთი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვიცით რომ ძალიან ბევრს მოგზაურობთ. აი როგორ ახერხებთ რომ თქვენ შვილებს ადევნოთ თვალყური მათ აღზრდას? ძალიან კარგი შევიტყვა. მე უბრალოდ ძალიან ხშირად მსმენია სხვა ადამიანებისგან, სხვა ქვეყანაში, როდესაც ადამიანები სხვა თავისი პროფესიის გამო თუ სხვა ცხოვრების პირობების გამო წასვლან სხვა ქვეყანაში და იმით დაკმაყოფილებულან რომ აი მეტი რა გავაკეთო, ფულს ვაგზავნი და არაფერი არ აკეთებ. მე არ ვეთანხმები. თვლი რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის გასამართლებელი საბუთი რომ მე არ ვარ ქვეყანაში, თუ არ ვარ ალბათ დღეში ამჟამად კაცი ვერ დათვლის ეს ერთი. მეორე ის რომ მე ყველაფერს ვაკონტროლებ და გავაკონტროლებ ყოველთვის, იმიტომ რომ ვთვლი რომ მართველი უნდა იყოს ერთი ოჯახში აუცილებლად და ყველამ თავისი ადგილი უნდა იცოდეს და ყველამ თავისი ფუნქცია უნდა იცოდეს და ყველამ უნდა აკეთოს თავის საქმე. არავის არ ვეხები, ყველამ უკეთ იცის თავის ცხოვრება, მაგრამ ჩემს ოჯახში ასეა და დაყენებული საკითხი ისე რომ მე ვწყვეტ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვიღებ ასე ვთქვათ, ყველას აზრებს, მაგრამ ბოლო გადაწყვეტილებას ვღებულობ მე. და ამიტომ პირველ რიგში ჩემი შვილებისთვის, რა თქმა უნდა, ჩემი ოცნება იყო და სურვილი, რომ ისინი პირველ რიგში იყვნენ პიროვნებები. პირველ რიგში ადამიანები გამოვიდნენ სამთავარი. ამაშიც ძალიან მომთხოვნი ვარ, რომ აუცილებლად იყვნენ თავის საქმეში დიდი პროფესიონალები. და რასაც ვუყურებ, ჩემი ორივე შვილი
ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ არის ჩემშვილებს არ აწყენთ, იმიტომ რომ ისინი სხვანაირად ყავს გაზრდილნი. ანუ მე ვხედავ, რომ ისინი აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას, იმიტომ თავისი ასაკისის ორივე, ასე ვთქვათ, საკმაოდ ეროდირებული და განათლებულები არიან. ხალხს უსვამ, რომ მათ კიდევ უამრავი რამ აქვს გასაკეთებელი. ეს არა ამით დაკმაყოფილება და ვერ ვიტყვი, რომ რაღაცას მიაღწეს. ბატონო თემურ, თქვენ ძალიან დიდი პატრიოტი ბრძანდებით ჩვენი ქვეყნისა, როგორც მე ეს შევამჩნია, თორემ თქვენ აუცილებლად გეკნებოდათ თქვენაირი რანგის მუსიკას უამრავი შემოთავაზება სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომ გაგეგრძელებინათ თქვენი მოღვაწეობა იქ და ასე ვთქვათ, გეცხოვრათ ისე, როგორც შეეფერება თქვენაირი რანგის მუსიკას ნამდვილად. რაც საქართველოში ცოტა რთულია, ალბათ ბევრი დამეთანხმება ამაში და თქვენ რატომ თქვით უარი აი ასეთ შემოთავაზებებზე? არ აქვს ადამიანს უფლება, რომ არ გიყურდეს შენი ქვეყანა, არ გიყურდეს შენი ერი, არ გიყურდეს შენი ხალხი და არ იყო პატრიოტი და არ ცდილობდი რომ ყოველდღე რაღაც შენი მოგზაურებული აგურიდადო შენი ქვეყნის წესრიგისთვის, ხო? ადამიანი რომელიც პატრიოტია და ის ყოველდღე ცდილობს რა გააკეთოს, არა სახში წაიღოს ყველაფერი, არამედ ქვეყნისთვის რა გააკეთოს. ყველას გვაქვს ის შესაძლებლობა, ანუ გნება თქვენი ქვეყნის კეთილდღეობის ის რომ გააკეთო და უნდა გააკეთო, თუ არ გააკეთე მე როგორ გვიანაა შენ გამოდიხარ პიროვნება რომელიც ხარ სასარგებლო, ანუ და როდესაც ადამიანი ფეხით დგას მყარად ფინანსებს არ გულისხმობ ხედავაში, იმიტომ რომ ფინანსები ყველაფერს კიდევ არ წყვეტავს, მოდი ვთქვათ. ფინანსები არაა მთავარი ცხოვრებაში. ეს ერთ-ერთი ისეთი ნაწილია, რომელიც კი ბატონო, თქვენ შეგიძლიათ გაჭირვებას დაეხმაროთ, თქვენ შეგიძლიათ ქვეყნისთვის თავის თავაცხადია იყოს სასარგებლო და ოჯახისთვის ხო იქნებით და იქნებით. ამიტომ მაქვს უფლება რომ ჩემი შვილების მივცერჩევა და გნება დავსაჯო თუ შევაქოთ ეს ჩემში, იმიტომ რომ ეს სხვაზე რა უფლება მაქვს. სხვა ჩემი და კანონებით ვლაპარაკობ, მაგრამ აქ ოჯახში მაქვს ჩემი კანონები, რომელსაც ჩემ ოჯახში ვრცელდება. ამიტომ ეს კანონი არის წესიერება, ეს არის პატიოსნება, ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არის სწორი ცხოვრების წესი მოკლედ. დიახ, რა თქმა უნდა. ბატონო თემურ, თქვენ ბრძანდებით ის ნამდვილი მუსიკოსი, მე ასე ვიტყოდი, რომელიც მხოლოდ მუსიკაზე ფიქრობს და ასე ვთქვათ, არ იღწვის იმისათვის, რომ იქ ვთქვათ შოუ ბიზნესში დიდად იყოს ჩართული და აი ამ შოუ ბიზნესის ასე ვთქვათ, ცოტა რთულ ცხოვრებას აუწყოს ფეხი. მოდით აი ასე ვთქვათ, ყოველ მხრივ. თქვენ ბრძანდებით ჭეშმარიტი მუსიკოსი მხოლოდ ანუ ვინ შემოიფარგლება თავისი საქმით, უნდა რომ კარგად აკეთოს თავისი საქმე, რომ ხალხს მიანიჭოს სიამოვნება და სხვაზე არაფერზე არ ფიქრობთ. და ალბათ მაინც თქვენი ცხოვრების მანძილზე თქვენ აი ამდენ ქვეყანაში მოგზაურობისას თუნდაც საქართველოს ჩვენს ქვეყანაში შეხვდებოდით ადამიანებს, ვინც თქვა თუნდაც ცნობილი პიროვნებები არიან შოუ ბიზნესში მოღვაწეობენ, თუნდაც ისეთ კლასიკურ მუსიკაში, ნამდვილაში შეიძლება ისინი ან შენიღბულები არიან, ძალიან რთულია ხომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა? რთული არ არის. უბრალოდ მე არ მაქვს ურთიერთობა ასეთ ხალხთან. ანუ მე იცით ერთი ძალიან საერთოდ მოკლე ლაპარაკი მიყვარს ყველასთან, ვინც არ უნდა იყოს ეს, იმიტომ რომ ზრდასრული ადამიანს ძალიან კარგად ესმის ყველაფერი. თუ ჭირდება. ჩვენ ვაწყდებით სიტუაციას, როცა არ ესმით, იმიტომ რომ მათ არ აწყობთ, რომ არ ესმოთ. ასე უნდა თუ არ ესმოდეთ, გამიგეთ, მაგრამ ჩვენ ამას ძალიან კარგად ხვდებით. მოდით ერთი რაღაც შევთანხმდეთ, რომ დღეს იმდენად ასე ვთქვათ, სხვა დროა რა, ანუ აზროვნებაც გაეზარდა ხალხს, შემიძლია ვთქვა და ასე იოლად მოსაკუებელი არავინ აღარ არის. ნუ შეიძლება კიდე ვიღაცას რაღაცა გაზდის, მაგრამ ამიტომ გენდობით რომ ეს თამაში რომელსაც ხალხი თამაშობს სხვა სფეროში, ამას ხალხი მაინც ხვდება, მოდი ვთქვათ ასე რა. ისე ადამიანები თამაშობენ ისეთ ხალხთან, ვისთანაც გაზდით და ისინიც მასთანავე თამაშობენ. ანუ მათ აწყობთ ასეთი ურთიერთობა და ისინი აკეთებენ თავის საქმეს. უბრალოდ რაც შეეხება შოუ ბიზნესი ცალკე თემაა. მე უბრალოდ დავწუნდი რომ იყო ხელოვანი, იყო პიროვნება და კონდეს ფული ეს გამორიცხულია. ანუ ეს ერთად არ გამოდის. ცხოვრების გემო და ცხოვრების ფასი მიმაჩნია მე რომ არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ამიტომ ჩემი მეგობრების წრისა არ იყოს, მე ვამაყობ ჩემი მეგობრებით, რომელიც სოფლიო მასშტაბით ყავს და ისინი არიან სხვა პროფესიის ხალხი, ფანტასტიკური ადამიანები და ეს ჩემი ვიწრო წრე სავსებით მაკმაყოფილებს ეს ურთიერთობა რაც მაქვს. ანუ დანარჩენი დრო არც გვაქვს, ჩვენი საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი და ამიტომ შემოვიფარგლოთ ამითი. რაც შეეხება კიდევ შოუ ბიზნესთან დაკავშირებით, ხალხს უსვარ რომ მე დავინახე რომ შოუ ბიზნესში ყველაფერი ფასდება, ხშირ შემთხვევაში ვლაპარაკობ, ყველაფერი ფასდება ხელოვნების გარდა. ანუ მე კი სხვანაირად მესმოდა ყველაფერი. ანუ ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში დახმარება ადამიანისა ხდება არა ის რომ მას ესჭირდება, არამედ იმან რაღაც ნაბიჯი უნდა გადაგდოს, მე ვიღაცამ გადაგასწროს. არა. მე დახმარება მესმის სხვანაირად მაგათად. თუ ადამიანს ეს სჭირდება, მისი თხოვნა არც უნდა იყოს საჭირო. ანუ თუ ამას ხედავ რომ ეს სჭირდება,
და გაქვს შესაძლებლობა ადამიანს უნდა გააკეთო ყოველგვარი თხოვნების და ყოველგვარი მაპატიეთ და რაღაცის გარეშე. აქედან გამომდინარე, აი, ბევრი რაღაცა არასწორად ცხოვრებაში, აქ მარტო საქართველოზე არ ალაპარაკ. საქართველოში მოდით შოუ-ბიზნეს ინსტიტუტი საერთოდ არ არსებობს ახლა. შოუ-ბიზნესი და არა მარტო შოუ-ბიზნესში არის ესეთი ცხოვრების წესები, სადაც საჭიროა ასეთი რაღაცის გაკეთება, ამ თამაშის მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში შენ ამ სფეროში ვერ გაიხარებ, ანუ არც გაგახარები და არც გაგაკარებენ. ვისაც ჭირდება ხარობს ჭყალებში თუ ისე როგორც გინდა თქვა, ეს მათი საქმეა. ამიტომ ყველას თავის ძაზე გამომაჯოს. მაგრამ მე უბრალოდ ჩემი გადასახედნავ ხედავ, რომ უსამართლო სამყაროა, უსამართლო მსოფლიო, მოდი ასე ვთქვათ, სადაც ყველაფერი თუ არა დიდი ნაწილი აგებულია დიდ ფულზე, დიდ სიყალბეზე, სიმდიდრეზე, კარგ მანქანებზე, კარგ ჩასასმელზე, კარგ ვილებზე, ერთხელවත් მოსული ამ ქვეყანაზე და ყველას სჭირდება ნორმალური ცხოვრება, მაგრამ აქაც ზომიერების გზნობა ძალიან კარგი გამოგონებაა. საერთოდ ვთვლი, რომ ზომიერება ყველგან და ყველაფერში ჩემი დევიზია და სადაც ეს ირღვევა გვინახავს, რომ თუნდაც ძალიან შეძლებულ ხალხთან ყოფილა ისეთი არასასიამოვნო სიტუაცია, რომ გითქვამთ, რომ ანუ იქ მარტო ამის ხარჯზე უნდათ რომ რაღაც, მაგრამ ყველას არ გულისხმობ, რა თქმა უნდა არის ოჯახები წარმატებულებს, მაგრამ აი ანუ ეს არაა თუნდაც გადამწყვეტი. გადამწყვეტი ცხოვრებაში სხვა რაღაცაა და ანუ ეს თვითონ ადამიანმა აერჩიოს რა გადამწყვეტი მათ. მე ვცხოვრობ ისე როგორც მე მესმის რომ უნდა ვიცხოვრო, ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ოჯახისთვის, ჩემი სამეგობროსთვის და ჩემი სახლისთვის უნდა ვიყოს სასარგებლო აუცილებლად. ბატონო თამურ, რა თქმა უნდა, თაობები იცვლება 15 წელიწადში ერთხელ, რა თქმა უნდა, ფასეულობების ასე ვთქვათ, გადაფასებაც ხდება, ცვლაც ხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ალბათ და თქვენ სწორედ აღნიშნეთ ის, რომ მთელი მსოფლიო შეიცვალა, რაღაც ხალხი გადაგვარებულია, ძალიან ბევრი ფარსი არის, ძალიან ბევრი მთელს მსოფლიოში და გეთანხმები თამაში, მაგრამ ჩვენ თუ გავიხსენებთ აი დიდ მუსიკოსებს, დიდ ხელოვანებს, ჭეშმარიტ, აი თუნდაც ქართველებს, თუნდაც უცხოელებს, ისინი ხომ ნამდვილად ძალიან თქვენსავით მოგრძალებულად ცხოვრობდნენ, ძალიან ბევრი და მაგრამ მათი მხელა სახელი დატოვეს, რომ ეს სახელი წარუშლელი დარჩება ალბათ მრავალი საუკუნის მანძილზე. რომ არ ყოფილიყავით მუსიკოსი, გიფიქრიათ თუ რა შეიძლება რომ აგერჩიათ თქვათ თქვენს პროფესიათ ან ვინ იქნებოდით მაშინ? მე ესე იგი ბავშვობაში კარგად თამაშობდი ფეხბურთს მათ შორის. მე დიდმა მიშამესმა მითხრა რომ ძალიან კარგი მონაცემი მქონდა, მე თამაშობდი, მაგრამ მაინც ყველაფერი გადაწყდა, ყველაფერი მუსიკის სასარგებლოდ. რომ არა მუსიკა, მე შეიძლება ყოფილიყავი ადვოკატი მაგალითად. ანუ მაინც იცით როგორ გითხრათ, მე ჩემი ცხოვრება ძველ თბილისში გავატარე ინტერნაციონალურ ადგილას, სადაც ყველა ერის წარმომადგენელთა ვიზრდებოდი. სხვა აბსოლუტურად სხვა ბავშვობა მქონდა, გავიარე ქუჩა, მოდი ასე ვთქვათ. და ანუ არ გავიარე ადვილი ცხოვრება, მინდა გითხრათ, არ მქონდა დახელი მწყობა, მამა ძალიან ადრე გარდამეცვალა. და თქვი რომ მიყვარდა სამართალი, მიყვარდა ძალიან საერთოდ. და ეხლაც ასე, ანუ მაშინაც ვიყავი უკომპრომისო, მაშინაც შემეძლო თავი გამომედო ადამიანის ზომიცაც რაღაცა ჩაგრავდა ანუ. არიან ადამიანები, რომლებიც უპრობლემაა თავენდაფეხმამდე, ხო? თავისი დისციპლინა დაწყებული ყველაფერამდე და ახლა ეს ადამიანთან ურთიერთობა ცოტა არ იყოს რთულია. ვიცი რომ ბატონო თამურ თქვენ კარნეგი ჰოლში მიეცით სოლო კონცერტი, რაც ძალიან საპასუხისმგებლო იყო, რაც საოცარი მოვლენა გახლავთ. ჩამოვთვლით ჩემს კონცერტებს, მართლა ისეთ დარბაზებში და ისეთ ქვეყნებში მაქვს დაკვირვული, რომელსაც მართლა დავიტრაბახებ. აქ რაოდენობით მე ვერ დავიტრაბახებ და ეს საერთოდ ერთი ჩემი საყვარელი გამოთქმა არის ის, რომ ყველა კონცერტს ვერ დავუკრა რაღაც სოფლიოში და ფულთან დაკავშირებითაც ყველა ფულს ვერ ვიშოვით, რაც კი მოჭრება სოფლიოში. ამიტომ ადამიანმა უნდა მიიღოს სიამოვნება ცხოვრებიდან და ანუ დაიფიქრო სხვა კუთხით, არა რაოდენობით, არამედ ხარისხით. და მე მართლა რაც დამიკრავს, სადაც დამიკრავს, ყველგან დიდი სიამოვნება მივიღე და ასევე მივიღე ხალხისგანაც, ასე ვთქვათ, ის აბლოდისმენტები და ის ტაში და ის მიღება, რომელიც ალბათ დავიმსახურე მე. სანამ ვისაუბრებდი ნომერ პირველი დარბაზი სოფლიოში, ჩემთვის დირექტი არასოდეს არ ქონია მნიშვნელობა სად უკრავდა რომელ ქვეყანაში. ჩემთვის ყველა დარბაზი თანაბრად საპასუხისმგებლოა, მაგრამ სანამ ადამიანი გაემგზავრება და დაუკრავს სხვაგან, ჯერ საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ქალაქში უნდა დაუკრავს. მე იმით ვამაყობებ ჩემს ქვეყანაში, მე 9 სოლო კონცერტი მაქვს ჩატარებული და აქედან 6 დიდ საკონცერტო დარბაზში მაქვს ფილარმონიაში და 7 უпростоრო და 2 კონსერვატორიის დიდ დარბაზში. აი შემდეგ მე უკვე ვთვლი რომ მე მქონდა უფლება უკვე გავსულიყავი და დამეკრა სხვაგან. იყო ისეთი დარბაზები, როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ბარდლანდი, ლავილი, ბეკპატეიტო და ანუ ეს ყველაზე პრესტიჟული ჯაზ კლუბი ბარდლანდი მაგათად მე ასევე პირველი ვიყავი და ერთ-ერთი ვარ საბჭოთა კავშირიდან ვიცი სოლო კონცერტი ჩაატარაგე. და არაერთი შემთხვევაში არც ერთ დარბაზს არ დავაყენებ რომელიღაც დარბაზზე მაღლა არასოდეს. იმიტომ რომ
მაყურებელია, მსმენელია და ყველა ქალაქს და ყველა რაიონს თუ ყველა პატარა ქალაქს თუ ყველა შედება თანაბარი მიდგომა, ანუ ხედელობაში მაქვს თუ არტისტი ხარ და თუ ხარ ადამიანი პირველში და პიროვნება, შენ ისეთივე პასუხისმგებლობით, ისეთივე მოწიწებით და ისეთივე შემოქმედებითი მიდგომით უნდა წარსდგენ ნებისმიერ ქვეყანაში სადაც უნდა გამოხედე. მე წამხდენია შტაბ-ბიძილება ადამიანებზე, რომლებიც იყურებიან დარბაზში და არჩევენ რამდენი ადამიანი მოვიდა და თუ მოვიდა ის ადამიანები, ვისაც ელოდებოდნენ. მე ეს მიდგომა არ მქონია, მე იმასაც გეტყვით, აი შეიძლება გადავუხვიოთ ძალიან, მაგრამ როდესაც მეკითხებიან აი ამ დარბაზებზე, ხო? მე მომყავს ერთი მაგალითი, რომელიც ჩავატარე მე კონცერტი ქარელში, მაგათაც როგორ მოგწონთ? იქიდან გადმოვინოსოთ ქარელში, მაგრამ მე ამას სულებით არც მეღიმება და არც გამოვარჩევ რამენერად. მე ერთი რაღაც ვთხოვე, იქაო წარმომადგენელს, თუ შეიძლება ისეთი მანქანა მომიწონეთ, სადაც უკან დასაჯდომი ცოტა უფრო დიდი იქნება მეთქი, თავისუფლად დავიწყე მეთქი და იმათო ვერ გაიგეს ბოლომდე რაში იყო საქმე. და გაიგეს ხოლმე მაშინ როცა ჩავედით. რატომ იცით? როცა მიუგზავდი გზა უკრავდი და მემზადებოდი ამ კონცერტისთვის. წამოვიდეთ, მე უნდა დამეკრა მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის. რა იყო იქ მოსაზრდებელი? დაწუნებული რომ 99% იტყოდა რომ რა იქ რა დასაკრავი არათუ მომემზადო ჩარტის ფონოგრამა თუ რაღაც არ არის მასე. უკაცრავად მარტო აქ ვიც კარგად ილაპარაკებს, ამით არ ვაფასებ ადამიანს. აქ მგონი ყველა ლამაზად ლაპარაკობს. აი ეხლა რომ გავალთ არა და სწორედ გარეთ ფიქსირდება ყველაფერი, როცა ადამიანი აზე არა, როცა აკვირდებიან, მაშინ ვიგებთ ვინა და ჩვენ ეგრე ბევრი გავიგეთ, აბა ჩემზეც ბევრი გაიგეს რომ დამინახეს როგორ ცხოვრობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება ნამდვილად არ განსხვავდება აქედან რომ გავალ. მაგრამ ბევრის განსხვავდება და ეს დიდი შეცდომაა. ასევე ეწევით პედაგოგიურ მოღვაწეობას, რაც ძალიან დასაფასებელი გახლავს, იმიტომ რომ თქვენ ჯერ თქვენს კარიერულ გზაზე ხართ, ასე ვთქვათ. მე მოქმედი არტისტი ვარ, რა თქმა უნდა. დიახ, რა თქმა უნდა და ძალიან კარგი რომ თქვენ დროს უთმობთ. როგორ ფიქრობთ, აი მომავალში თუ გვეყოლებიან ისეთივე წარმატებული გიტარისტები, როგორც თქვენ ბრძანდებით? დროის უქონლობის გამო არ შემიძლია მუდმივად მყავდეს სტუდენტები, რომელთაც მუდმივად საუბრობდა, ანუ რჩევოდა რიგების ვალზე. მე ვაკეთებ მასტერკლასების საშუალებით, ანუ მაქვს შეხება თბილისის სხვა შორის ვერა და ვერ მოება თავი, ამიტომ სხვა ქვეყნებში თუ ქალაქებში მაქვს ეს ძალიან ხშირად ვატარებ მასტერკლასები და უამრავი ადამიანი ჩამოდის სპეციალურად. დღეს იცით რა არის, როგორი მომენტია. გიტარაზე დავკრამ და საერთოდ მიიღო ცოტა ეს სპორტული ხასიათი უფრო ვიდრე სერიოზული მიდგომის. რატომ იცით, ვინც ქარაოკას, ვინ ელოუკას, ანუ ეს არაა მუსიკა, მე ვერ გავაგებინე ამ ხალხს. შეიძლება იქ არ გაირბინო, არ აიღო რაღაც 100 ნოტი წამში და ანუ დაუკრა მუსიკა. პედაგოგზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და ხას უსვამ რომ ეს პრობლემაა იმაში, ანუ მეთოდი სწავლების ეს მთავრესია. ბატონო თემურ, მე პირადად გავოცდი, როდესაც მოვისმინე, არაჩვეულებრივად უკრავს თქვენი ვაჟი, ასევე თემურ ყვითელაშვილი, თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუ თქვენგან გამომდინარე თქვენი რაღაც ძალისხმევაც იყო საჭირო იმისათვის, რომ მას თქვენი გზა ერჩია. რა თქმა უნდა არის რაღაცა ეტაპი და პერიოდი, როცა ბავშვს უნდა ურჩიო და ძალს უნდა დაატანო რაღაცაზე, ცოტა მინიშნება ესეთი უნდა მიცე ცოტა მკაცრი, რომ ეს გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს მისთვის არის და მას არ ესმის ჯერ. თემურ იმდენი ისმინა მუსიკა ბავშვობიდან, რომ მიყურებდა მე რა ხდებოდა და ანუ მას რა თქმა უნდა შეუყვა და მოეწონა ეს ყველაფერი. შემდეგ მით უმეტეს უზედა დავინახე რომ მას აქვს ეს მონაცემები და თქვენ წარმოიდგინეთ, მან 11 სასახლეში ერთ-ერთი ჩემს სოლო კონცერტი ფილარმონიის დარბაზში დაუკრა ქართული საზეკავა, რომელიც მე დაუკარე სადღაც 15 სასახლეში დაუკარე მაშინ როდესაც გამოვიდი პირველად. და მან 11 სასახლეში რა თქმა უნდა მე ვასწავლე, მაშინ მე არავინ არ მასწავლე. მე მას ვასწავლე, რა თქმა უნდა მომეცადინე და ხალხი გაოცებული დაშა სხვა შორის. შემდეგ ეხლა გამოვიყვანე კიდე როდესაც ჩემი აი ბოლო ალბომის პრეზენტაცია მქონდა რამდენიმე თვის წინ. იქაც გამოვიდა შეასრულა და ასევე უკვე მან უკვე 16 წელს იყო. ასევე მან 13 წელსაც ჩაწერა რაღაც კომპოზიცია და სხვა შორის თავისი ასაკისთვის ძალიან კარგად უკრავს, აი რომ არ უყუროთ, გეგონებათ რომ ისეთი დასრული ადამიანი უკრავს, რომელიც იმდენად ну უკვე ბევრი რამ იცის უკვე და ანუ მას ძალიან მოწონს. მე არ მინდა ეხლა ზემდე ქება გამომივიდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას ეს მოწონს და აკეთებს იმას და მე მინდა რომ მეც მივეხმარები როგორც რამდენადაც ეს შესაძლებელია და რა თქმა უნდა გავაკონტროლებ და ძალიან მკაცრად მოვთხოვ. მე ბავშვობიდან სხვა შესაძლოა ვიყავი პატარა ძალიან რო ვისმენდი მუსიკას, ძალიან თვალებს თუ ხუჭავდი, რაღაც მემართებოდა, მაგრამ ძალიან განვისწრდი. ანუ მქონდა ასე ვთქვათ მიდრეკილება დიახ. და რაც შეეხება გიტარასთან დაკავშირებით, მე შემიძლია ვთქვა, რომ ხელი დავიყენე თვითონ გიტარაზე, ეს ძალიან რთული რამ გახლავთ. ანუ ჩემი ფორმის მედიატორი მოვიგონე. ჩემი სავარჯიშები მაქვს მოგონილი, რომ სპეციალურად ჩემი ხელისთვის, იმიტომ რომ ჩემ სტუდენტებსაც ვეუბნები ყველას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პედაგოგის დამსახურება სწორედ ეგ არის, რომ ინდივიდუალური მიდგომა იქონიოს სტუდენტთან, იმიტომ რომ რამდენი ადამიანს არსებობს, იმდენი აზროვნება და იმდენი ხელის ფორმაა თუ ზომაა და ეს ყველაფერი გამომდინარეობს, აი რა, უნდა გახსნა ადამიანი, თუ პედაგოგი არ მიხვდა ამას და ელაპარაკა საერთოდ მიღებული წესებით, ეს არ გამოიღებს ის შედეგს, დარჩება საუბრად. შემიძლია თქვა, ჩემი თავი მეტად შევქმნია ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ პედაგოგი მე არ მყოლია და ეს იყო საბჭოთა კავშირის პერიოდი, როდესაც ყველაფერი დახურული იყო და არც აუდიო და არც ვიდეო და არანაირი ინფორმაცია არ ქონდა და
ჩვენ შეგვიძლია გვეთქვა მაშინ ჩემი თაობის ადამიანებს რომ აი არ გქონდა საშუალება მაგათ. ეხლა რა ადამიანმა მითხას რომ არ მაქვს საშუალება, ვერ გაიმართებს ვერავინ თავს, იმიტომ რომ დღესდღეობით არის ზღვა მასალა. და მაგრამ სწორედ სირთულეც ის არის რომ ამ ზღვა მასალაში აი ორი უკიდურესობა მოხდა, ეცეთ მაშინ საერთოდ არაფერი ყო და ეხლა იმდენია რომ რა მოირჩიოს ადამიანს საით წავიდეს აღარ იცის. ამიტომ აი ამ შემთხვევაში არის სწორი დამრიგებელი. იმიტომ ლაპარაკო პედაგოგის პრობლემა ეს ყოველთვის იყო, არის და დარჩება. რამდენად სწორ არჩევას და სწორად გახსნის სტუდენტს და მისცემ იმ სწორ მიმართულებას, იმიტომ რომ მე ხშირად მოდიან ჩემთან ადამიანები საკმაოდ მოზრდილი ხალხი, რომელმაც არიციან და აი რა ქნან არიციან, როგორ იმეცადინონ, ანუ ან მეთოდი აი არიციან რა გააკეთო. შეიძლება 9 საათი დაუგრა დღეში და არაფერი და მე შეიძლება ერთი რაღაც გაასწოროს პედაგოგმა. ერთი პატარა რჩევით შეიძლება აბსოლუტურად შეიცვალოს მისი მიდგომა და უფრო პროდუქტიული გახდეს იმ მომენტში მისი ასე ვთქვათ ზრდა მომენტალურად დაიწყოს. ანუ ერთი რაც აღმოჩნდა ძალიან ერთ-ერთი ისეთი ფაქტორი, რაც იყო ინტუიცია ჩემი და ჩემი ანალიზის უნარი. ეს მქონდა მართლა და მე პატარა ვიყავი მაშინ. ხა 13 წელსა უკვე გარჩეული მქონდა ფარფლების და ლედ ზეპელინის და ჯიმი ჰენდრიქსის გადაღეჭილი მქონდა. და პლუს ქართულების დაკვრა დავიწყე გიტარაზე პატარა ბიჭი ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი მაშინ. როდესაც ეხა მის გადატანა გიტარაზე ცოტა რთული იყო, იმიტომ რომ ეს მოითხოვდა აპლიკატურის ცოდნას და ხა გიტარა ცოტა ჭირველი ინსტრუმენტი ამხრივ და რაც ფორტეპიანოზე იკვრება არა ადვილად, არამედ აპლიკატურის ხრივ თუ თქვენ შეხება გაქვთ მუსიკასთან, ისიც რომ თუ ფორტეპიანოზე გიწერიათ კონკრეტული ნოტები და აპლიკატურა თქვენ დაუკრავთ ისაც გიწერიათ, მაგრამ გიტარაზე ცოტა სხვა შემთხვევაა, იმიტომ რომ გიტარაზე სხვადასხვა არჩევანია აქვს. თქვენმა ყურმა და გამოცდილებამ და განაპირობებს თუ როგორ გაიჟღერებს ეს ყველაფერი და. თავიდან იყავით გატაცებული როკით, შემდეგ უკვე ამას მოყვა ჯაზი, ფიუჟენი, რაც მოიცავს სხვადასხვა ჟანრების სინთეზს, შერწყმას ასე ვთქვათ. მერე უკვე ამას მოყვა კლასიკა. მაინც თქვენთვის გამორჩეული თუ არის რომელიმე ჟანრი თუ არა, ყველა ჟანრი ერთნაირად გიყვართ. ეს შერწყმა სხვა ჟანრების, მაინც ყველაზე ახლობელი და სწორედ ამ ჟანრში მივიღე მაშინ მეწვევის საუკეთესო გიტარისტის პრიზი ამერიკაში 94 წელს. ანუ მე ყოველთვის მაინტერესებდა, ანუ აი ჩემს ტვინში და ჩემს გულში თუ ჩემს საზრუნოში დაგროვდა უამრავი ინფორმაცია და მაინც ჩემი ასე ვთქვათ არჩევანი მაინც შეჭერდა აი იმ შეზავებაზე, იმიტომ რომ ჩემ დაკვრაში იგრძნობა რომ არ არის ერთი მიმდინარეობა, ანუ ყველა სტილი თავისებურად რთულია, მაგრამ ფიუჟენი უფრო რთულად მეჩვენება, იმიტომ რომ უფრო სხვა ცოდნას და სხვა მომზადებას მოითხოვს და რა თქმა უნდა, ქართულები ხარ რომელიც მე დავიწყე საქართველოს ელექტროგიტარაზე პირველმა ეს იყო რაღაც 63-74 წლებში, აი აქედან და უბრალოდ მორავი რაღაც დავამუშავე, გარდა საკუთარი კომპოზიციების მე მუსიკას ვწერთ და ამერს და ამიტომ ასევე აი ქართულებს დაუთმე ძალიან დიდი დრო და ეს ჩემი ასე ვთქვათ უსაყვარლესი ასე ვთქვათ ჟანრი გახლავთ, რომელიც ძალიან ხალხს მოწონს ძალიან და მე ამას ძალიან ახარებს. დიახ, როგორც წავიკითხე, ეს იყო 1977 წელს, როდესაც თქვენ პირველად გამოჩნდით და ასე ვთქვათ, ქართული მუსიკად გადმოაწყვეთ გიტარისათვის, ხომ, ელექტრონული გიტარისათვის, რამაც ძალიან დიდი აღფრთოვანება გამოიწვია მსმენელის და ყველას ძალიან მოეწონა, ეს იყო რაღაც ახალი განსაკუთრებული მოვლენა. და ეს ნამდვილად ძალიან დასაფასებელი გახლავთ, რადგანაც თქვენ ნოვატორი ბრძანდებით აი ამ საქმეში. ალბათ. ბატონო თემურ, თქვენ თვითონ ახსენეთ, ანუ თქვენი პრიზი ეს იყო ლოს-ანჯელესში, თუ არ ვცდები 1994 წელს, როდესაც თქვენ დაგასახელეს საუკეთესო გიტარისტად, 1995 წელს თქვენ მოგანიჭეს საუკეთესო შემსრულებლის გიტარისტის წოდება. ღირსების ორდენის კავალერი გახდა. ღირსების ორდენის დიახ და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, ასევე ვიცით რომ ბრძანდებით საპატიო მოქალაქე ჩვენი ქვეყნის 2013 წლის 30 ივნის ქალაქ ახალციხის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს და შემდეგ თბილისობაზე თბილისის საპატიო მოქალაქედ ამირჩიეს 2013 წლის 6 ოქტომბერს. თბილისობის მეორე დღეს მქონდა უკვე სოლო კონცერტი ჩემი ახალი ალბომის პრეზენტაცია დიდ საკონცერტო დარბაზში მქონდა. კი, ისე რომ კი ბევრი სასიამოვნო ფაქტი მოხდა რა თქმა უნდა. საუბრისას აღნიშნეთ რომ ასევე კომპოზიტორი ბრძანდებით წერთ თქვენ თვითონ და ძალიან ხშირად მიმართავთ ხოლმე იმპროვიზაციებს. აი მაგალითად, როდესაც სოლო კონცერტი გაქვთ, ალბათ მაშინ უფრო ადვილი არის ხომ იმპროვიზაციების შესრულება ვიდრე ბენდთან ერთად, იმიტომ რომ ვიცით რომ თქვენ სხვადასხვა ბენდებთან ერთად უკრავთ. უბრალოდ აქ არის დამოკიდებული ნაწარმოებებზე. ჩემს პროგრამაში არის ნაწარმოები, რომელიც შემიძლია დაუგრა ყოველთვის ერთნაირად. იმიტომ რომ ეს ასე მაქვს დაწერილი და ეს ასე უნდა შესრულდეს, მაგრამ არის ნაწარმოებები, ნებავთ ერთი გიტარისტი რომელიც დაწერილი ან შემადგენლობისთვის, ანუ სხვა შემადგენლობისთვის, რომელიც შეიძლება ყველა კონცერტზე აი განწყობი და გამომდინარე შეასრულო. ბატონო თემურ, როდესაც თქვენ აი გადმოაწყვეთ ეს სხვადასხვა ჟანრის მუსიკები, ასე ვთქვათ, ელექტრონული გიტარისათვის, ისევე როგორც ქართული, ასევე კლასიკური, მაგალითად შუბერტი, პაგანინი, მოცარტი, კორსაკოვი თუ შოპენი, არ ვიცი, უამრავი რამ. როდესაც მე ვასრულებდი შუბერტის ავე მარიას, რომელიც ჩავწერე დაახლოებით 27 წელს, იყვნენ მუსიკოსები, რომლებიც
გეტყვით რომ აქ რა არის დასაკრავი, ნუ ახლა ავე მარიან, აი ხო ხედავთ გემოვნებაზე არ დაობენ, მე ამიტომ არ მიყვარს დავა არავისთან. სხვა შორის ეს გახლავთ მისი უწმინდესობის საყვარელი თქვენი შესრულებით. ძალიან მიყვარს ჩემი შემოქმედება, რითიც ძალიან ვამაყობ და ჩვენი უწმინდესი ეს განსაკუთრებული ადამიანია. რაც კი გადამიტანია გიტარისტის, ყველაფერი იყო დაწერილი ან ვოკალისტვის, ან სასიმღერო იყო, ან იყო სხვა ინსტრუმენტის დაწერილი. ეს რომ სრულფასოვანი გამოვიდეს, ეს უნდა ჟღერდეს ისე რომ ეს უნდა იყოს მუსიკა, ხო? არა უბრალოდ აღებული ნოტები.
და ამიტომ მე მინდა უთხრა მაყურებელს ამ შემთხვევაში თუ ვისაც ეს გონია რომ ადვილად კეთდება იგივე ave maria შემთხვევაში თუ იქ არა სირბილი იკრებზე ეს სირბილი არაფერს ანიშნავს მუსიკაში. ყველაფერი მოითხოვდა ძალიან დიდ დაკვირვებას, ანუ როგორ უნდა დაიკრას ეს, რომ აჟღერდეს გიტარის ენით. არ უნდა გავიდე კომპოზიტორის გააზრებულიდან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ იმპროვიზაცია გამოხვიდე ამ დიდი კომპოზიტორის ნაწარმოები და კიდე გააკეთო იმპროვიზაცია, რომ არ ჩამოუვარდებოდეს იმაში, არა გაგუფლება. მე ეს რამდენად საპასუხისმგებელია, იცით თქვენ როდესაც კიდევ ეხებით ისეთ ნაწარმოებებს, რომელიც სოფლიოში აღიარებულია და ყველას მოწონს და შენ აკეთებ გიტარისთვის, დამხელა პასუხისმგებლობა რომ შენ თუ არ გააკეთე ეს კარგად ზეგის თუ გააფუჭე ეს ნაწარმოები, ამისთვის მოგთხრიან ალბათ და საერთოდ გაგანადგურებენ და ღირსიც იქნები. და ის უერთურა მაგალითად რომელიც ასევე ჩვენ უწოდეს ძალიან უყვარს, ეს იყო ჩემი უსაყვარლესი, დღესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოები. და ვერ წარმოვიდგენთ, რომ აი ამხელა ის იყო, იცით, ჩემთვის დაისურვერწურა რომ შემესრულებინა, ეს მოითხოვდა უდიდეს მომზადებას და მე ეს ჩემს მე-6 ალბომში შევიდა სხვა შორის, დაისურვერწურა და ვამაყობ და ძალიან მიხარია, რომ მართლა გამოვიდა ძალიან მაგარი და ყველას მოწონს. ვინც კი სოფლიოში მოისმინა დიდმა მუსიკოსმა, ყველა თქვა რომ ეს მართლა, ნუ ნაწარმოებზე არ ვლაპარაკო, ნაწარმოები ფანტასტიკურია, მაგას არ უნდა ლაპარაკი. მაგრამ მე უბრალოდ მიდგომაზე ვლაპარაკო, რომ ძალიან დიდი ფიქრი დამჭირდა ამაზე, როგორ დამეკრა ეს დაისურვერწურა. ბატონო თემურ, თქვენ რამდენი საათის მანძილზე მეცადინაობთ ხოლმე? მე საერთოდ მუსიკაში ვარ ჩაფლული საერთოდ, ანუ ეს არ ნიშნავს იმას ინსტრუმენტი გიჭირავს თუ არა. იმიტომ რომ ეხლაც მუსიკაზე ვსაუბრობ და ძალიან მიხარია და ძალიან მსიამოვნებს. ამიტომ ამ შემთხვევაში იმდენი რამდენი საჭიროა. ყოველ შემთხვევაში ამით როცა ცხოვრობ და ეს აი ბოლომდე ხარ ჩაფლული არა, ეს უკვე ნიშნავს რომ ეს არაა ჩემი პროფესია, არა ყველა გადაცემაში ალბათ ყველგან მაგას ვიძახი, ყველა სტადიაში ეს ჩემი ცხოვრებაა ნამდვილად. ბატონო თემურ, აი მუზა თუ ყოლიათ, როდესმეან თუ ყავთ? კი, გებოდება რაღაც იდეა, ამიტომაც კომპოზიციას რაღაც სახელწოდება უგონდება, ზოგიერთს ვერ უგონებ მაგალითად. Ну, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განწყობა ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, რა თქმა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ფართო მსმენელისათვის ალბათ ყველაზე ცნობილი თქვენს მიერ შესრულებული ნაწარმოები მაინც საქართველოში არის ყვავილების ქვეყანა. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, დიახ, ალბათ ერთ-ერთი. დიახ, როდესაც აი ამ ნაწარმოებს უკრავთ, რა ასოციაციას იწვევს? 94 წელს ჩავწერე სხვა შორის ყვავილების ქვეყანა და ჩემს მესამე ალბომს დავარქვი ყვავილების ქვეყანა, რომელიც გამოიცა მსოფლიო მასშტაბით სხვა შორის. ეს ალბომი ვნახე ინგლისშიც ვნახე, ამერიკაშიც ვნახე, გერმანიაში ვნახე, იყიდებოდა ეს ყვავილების ქვეყანა. მაშინ გამოსცა კომპანია საიუზმა, ეს საბჭოთა კავშირის ყველაზე მსხვილი კომპანია, რომელიც ქსელი ქონდა და გამოსცა როგორც სერია. ჩემ ალბომს მე გაჩვენებთ, აწერია ლუჩი გიტარისტია. ყვავილების ქვეყნის გარდა უამრავი ნაწარმოები აქვს ქართული გაკეთებული გიტარისტის. საცეკვაო მაგალითად ქართული რომელიც არაჩვეულებრივია. მაშინ პატარა ბიჭი ვიყავი, მე ორი საცეკვაო ჩავწერე ვიყავი 15 წლის, ეს იყო ფალიაშვილის საცეკვაო და დოლიძის საცეკვაო. და ერთ კურიოზ მოყვები, რომელზეც ალბათ გაგეცინებათ, ნებისმიერ ადამიანს სიამოვნებს, როცა აცხადებენ ახლა, რომ ახლა გამოვა ახალგაზრდა ვირტუოზი, ესეთი მოკლედ და შეასრულებს გიტარაზე ქართულ საცეკვაოს. მე არ დავასახელებ ჩვენს ძალიან საყვარელ და ცნობილ წამყვანს, რომელსაც ეს ყველაფერი გამორჩა. ორი სიტყვით თქვა ცეკვა ქართული ასრულებს თემურ ყვითელაშვილი. ანუ ეგონა ყველას რომ ვიცოქებდი ახლა ქართულს. მე მინდა კითხოთ თქვენს აი ახალ კომპაქტ დისკზე, რომელიც არის მერვე კომპაქტ დისკი, თქვენი სოლო ალბომი. ეს არის რიგით მერვე სოლო ალბომი, რომელიც შესრულებულია პოლიგრაფიულად და საერთოდ ყველანაირად, როგორც საჭიროა ესეთ დონეზე. ჩაწერილია საქართველოში და უნდა გითხრათ, რომ დიზაინის ავტორი არის ბატონი ზურაბ მიმინაშვილი, შესანიშნავი დიზაინერი. ალბომს ქვია ჩემი თბილისი, მე მიუძღვენი ჩვენს განუმეორებელ ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს, ქალაქ თბილისს, რომელიც ძალიან მიყვარს და ასევე აწერია სხვა შორის აი ბუკლეტში, აი აწერია, რომ ალბომს უძღვნით ჩემთვის ნომერ პირველ ქალაქ სოფლიოში, ქალაქ თბილისს. ეს ალბომი განსხვავდება იმით წინა ჩემი ალბომისგან, რომ ეს არის ინსტრუმენტალ ვოკალური, ანუ აქ 11 კომპოზიციიდან 9 სიმღერას ვმღერი და რა თქმა უნდა უკრავ, თავისთავად ხატია. აქ ჰერიო ბიჭობოს გარდა, რომ ყველა სიმღერა სპეციალურად ჩემთვის შეიქმნა. ორი კომპოზიცია ჩემს მიერაა შექმნილი, ესე იგი ხსნის და ხურავს ჩემი კომპოზიცია, ერთი გიტარისის დაწერილი და დანარჩენი არის სიმღერები, ძალიან კარგი სიმღერები, შესანიშნავი და ამ ძირითადად არის თბილისის თემა. აქ არის ასევე 9 აპრილის თემა, ვაჟა აზარაშვილის თბილისი, კიდევ სხვა თბილისია, ქაბატონ მარინა გოჩიტაშვილის. მე თქვენ გაჩვენებთ ამ ალბომს, ახლა დაგიწერთ, რა თქმა უნდა, აი როდესაც მორჩება ჩვენი ინტერვიუ, აუცილებლად და გექნებათ სახსოვრად. მე საერთოდ რიგითი ალბომი რაღაც არ გამომიშვია არასდროს, ამიტომ ეს არის ისეთი, რომლის ჩაწერასაც 8 თვე მოანდომე. ცოცხალი ბენდის თანხლებით, რა თქმა უნდა, და უნდა გითხრათ, რომ უკვე სამი კლიპი უკვე გადაღებულია ამ ალბომზე, ბატონ ვაჟა აზარაშვილის სიმღერაზე, ბატონ მერაბ მამულაშვილის სიმღერაზე გადაღებული კლიპი და ეხლა ვიღებთ კლიპს ბატონ ოთარ ტატიშვილის სიმღერა, რომელიც 9 აპრილს ეხება. სად გეგმავთ უახლოეს მომავალში კონცერტს? უწმინდესის, ასე ვთქვათ,
სრულით მე გიტარისტის ვამუშავებ უწმიდესის მიერ შექმნილ ave Marias. შესანიშნავი ნაწარმოები ძალიან მომწონს. ყოველთვის მომწონდა სხვათა შორის, მაგრამ მე უბრალოდ რაღაც მერიდებოდა რომ უწმიდესის მე თქვა ამ თემაზე საერთოდ და მითხრა რომ წარმომიდგენია როგორი გამოვა შენს მიერ დაკრულიო ჩემს დაწერილი ave Maria, რა თქმა უნდა ეს ჩემთვის დიდი პატივია და დიდი სიხარული გავიცადე მაშინ როდესაც და ძალიან მიხარია რომ ეს მითხრა ჩვენმა უწმიდესმა და ამიტომ მე ამ ნაწარმოებაზე მუშაობ და ამით ვარ დაკავებული და ამიტომ პირველ რიგში ეს მაქვს მე ასე ვთქვათ ჩასაწერი და განსახორციელებელი და პირველი ალბათ ჩვენი უწმიდესი მოისმენს ამ ნაწარმოებს. თქვენი აზრით რომელ ქვეყანაში არის უფრო კარგი მსმენელი, თქვენთვის უფრო დასამახსოვრებელი რომელი იყო? რომ ყველა ქვეყანაში მსმენელი აფასებს ისე როგორც არის შესაძლებელი არტისტი, ხო? მსმენელი გზნობს ვის უსმენს, მსმენელი გზნობს არტისტი რამდენად პასუხისმგებლობით არის მათ მიმართ, მსმენელი გზნობს რამდენად გულწრფელია და რამდენად იხარჯება და ასე შემდეგ. არტისტი უნდა იყოს განწყობილი, რომ ყველა ქვეყანაში თუ ყველა დარბაზში თუ ყველა ნებისმიერი, ასე ვთქვათ, მსმენელის წინაშე თანაბარი პასუხისმგებლობით და მაქსიმალურად დაიხარჯოს მსმენელისთვის და ჩემ შემთხვევაში მაგათაც ძალიან ცუდად გამომივა ესე ვთქვა, მაგრამ ვთქვა რომ ყველა კონცერტი ერთნაირად მთავრდება წარმატებით და ტაშით და ოცებით და ფეხზრდას დარბაზი და ეს. აუცილებლად მინდა რომ აღნიშნო ის, როდესაც თქვენ უკრავთ, მგონია ის ბედნიერება რომ ხშირად მომესმინეთ, უკრავთ აი მთელი გრძნობით, გულით, ემოციით და აი ისე უკრავთ, რომ თქვენთვის ეს არის ძალიან დიდი სიამოვნება. შეიძლება ბევრი მუსიკოსი იყოს ძალიან წარმატებული, ან იყოს ძალიან ძლიერი მუსიკოსი და თავის საქმის პროფესიონალი, მაგრამ ზოგს ეტყობა რომ ძალიან ნერვიულობს. ზოგს ეტყობა რომ ფონოგრამაზე გამოდის და შენ ну ეს ხო ესე რა თქმა ტექსტსაც დაზეპირება ჭირდება ზოგჯერ რა ფონოგრამზე გამოდება ტექსტი მე დაიზეპირე რა ტექნამტულად მართალი ბრძანდებით თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით რომ არტისტისთვის და მუსიკოსისათვის აუცილებელი არის ის რომ კონდეს გული ასევე გონება და ტექნიკა თუ რომელიმე კომპონენტი აკლია არავითარ შემთხვევაში არ შედგება იმისგან წარმატებული არტისტი ასეთდება იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დაკავშირებულია ერთმანეთთან და ესეთი პუნქტის გათიშვის შემთხვევაში მუსიკა აგებს უკვე რა ანუ იქ არ იქნება ის რაც უნდა იყოს ანუ ეს თლიანობაში უნდა იყოს აი ისეთ როგორი მომენტია როდესაც იძახი ანუ აი ხომ არ შეიძლება რაღაცა დააჩქარო ანუ ყველაფერს ჭირდება რაღაც მომწიფება იგივე აი მუსიკას რო წერ შენ ჯერ მოგდის ეს გონებაში შემდეგ ეს უნდა გაითავისო ეს ყველაფერი ხო უნდა გულთან ხელებში ყველგან აბსოლუტურად ყველგან უნდა გაიჟღითოს ეს ყველაფერი და შემდეგ უკვე ანუ ამას ყველაფერს ჭირდება დრო მოკლედ სანამ არ მომწიფდება და სანამ არ დასრულდება ყველა აი გონებაში და გულში და ყველგან ისე არ აქვს უფლება რომ გაგაცო არ და შეეთყობა დაუსრულებასაც ეთყობა იცით რომ რაღაცა აკლია და იგივე ამ შემთხვევაშიც რაღაც კომპონენტის გამოკლების შემთხვევაში მუსიკა არასდროს უნდა ჯღეს რა თქმა უნდა. ბატონო თემურ, მე ნამდვილად გავაცებული ვარ თქვენ ერთი ადამიანი, როგორ ახერხებთ რომ აი ასეთ მაღალ დონეზე აკეთოთ ყველაფერი. იყოთ ასეთი კომპოზიტორი პირველ რიგში, ასეთ საოცარი შემსრულებელი და არაჩვეულებრივი მამა, ძალიან კარგი მეუღლე, იშვიათი მოვლენაა რომ თქვენაირ წარმატებულ მუსიკოს ოჯახიც ასეთივე დაალაგებული იქონდეს, ასევე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევით. როგორ ახერხებთ ერთი ადამიანი აი ამ ყველაფერს? დრო ყოფნით ბატონო თემურ, ანუ ესეთი მიდგომა მქონდა ცხოვრებაში რომ თუ არ შეგიძლია ეს არ გააკეთო საერთოდ. ანუ თუ არ შეგიძლია წარმართო ოჯახი, არ შექმნა საერთოდ ჯობია. თუ ეს პედაგოგობას ვერ გაუძღები და ახალ გულწრფელი და არ გაქვს იმ დონის მომზადება, საერთოდ უნდა ეწყებ პედაგოგობას. ანუ აი რაც ჩამოვთვალეთ ყველა პუნქტი და არა მარტო ეს პუნქტი, საერთოდ უამრავი პუნქტია, ხო შესაძლებელი ცხოვრებაში. მე ასე ვთვლიდი უბრალოდ რომ საერთოდ ჯობია საერთოდ არ გააკეთო. ძალიან მიყვარს როდესაც მოკლედ აუხსნი ადამიანს. არა. ხო? არის ხო. შეიძლება, უნდა შეიძლებოდეს. თუ არ შეიძლება და მაინც დაუშვებ მაგას რომ შეიძლება, დამთავრდა შენი სიტყვა, შემდეგ ძალა აღარ აქვს. შულთან ერთხელ თუ მაგალითად შენ არ შეასრულე რაც თქვი, ეს დაგხვდება ძალიან ცუდად ცხოვრებაში. მე ასე მესმის. ამიტომ შულს უნდა შეუსრულო. დააჯდას უნდა შეუსრულო და თუ უთხარი რომ მე შენ ამას გიყიდი, ან წაგიყვან ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. ბატონო თემურ და ბოლო შეკითხვა მინდა თაკისვათ გიტარასთან დაკავშირებით. ბევრი გიტარა გაქვთ ხომ ალბათ სახლში, მაგრამ თუ გაქვთ თქვათ გამორჩეული გიტარა, რომელიც ვინმე გაჩუქა თუ აი სად იძენთ ხოლმე და თქვათ თუ გაქვთ განსაკუთრებული. კარგი შეკითხვას მისვავ თვალსაჩინო, ჩემ ძალიან სასიამოვნო შეკითხვა. მე უნდა აი ამას ნაცვლად ვიტყვი, ხა სიამაყით რომ მე სოფლში ყველაზე პრესტიჟული ბრენდების სახე გახდით. ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და
ამერიკის შეერთებულ შტატებში არაერთ გზის გამოფენაზე ნამშრომლობა ეგეთი ლოს-ანჯელესში რომელიც ტარდება. ყოველთვის ჩავდივარ ამ გამოფენაზე, სადაც წარმოადგენ ამ კომპანიებს, ხო? იმ სტენდებზე გამოდივარ და ასე ვთქვათ, არის გამოსვლები და შეხვედრები, ძალიან საინტერესო მასტერკლასები. და უნდა გითხრათ, რომ მე ყველა კომპანიისგან მქონდა საჩუქრად, ანუ ესე იგი 94 წელს გახდით კომპანია დადარიოს სახე, ეს ამერიკული სიმებია ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული. შემდეგ იყო სიმები დიარი, ასეთი ხელით ნაკეთი სიმები, რომლის სახე გახდით. იყო ასეთი კომპანია გიტარების ამერიკული შაქტარ, რომელიც სახე გახდით და ამ კომპანიამ გიტარა გადმომცა საჩუქრად. სხვა შორის, როდესაც 94 წელს წელსაუკეთესო გიტარას გადმომეცა გიბსონის გიტარა, მაშინ გადმომეცა კომპანიის. შემდეგ იყო გიტარის კაბელი კლოცი, რომლის სახე გახდით. ყველაზე ბოლოს მოხდა ის, რომ მე შარშან გადმომეცა ხელით ნაკეთი, ესე იგი სპეციალურად ჩემთვის შექმნილი ინსტრუმენტი, არის ასეთი ამერიკელი სპეციალისტი არმენ ბულბულიანი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ერევანშიც, ჩემ ხელზე გააკეთა გიტარა და ეს არის ექსკლუზიური ჩემთვის გაკეთებული, რასაც ჩემი ინიციალები და ჩემი სახელდაგვარი ეწერია ინსტრუმენტს, რომელზეც მე ვუკრავ დღესდღეობით ამ გიტარაზე და ძალიან გამაყობა ამით, რომ შესანიშნავი ინსტრუმენტი და ჩემთვის გაკეთებული, ანუ მე ჩემთვის როგორც კომფორტული იყო, ანუ გნებავთ გრიფის ფორმა, თვითონ დიზაინი, ყველაფერი, ანუ ჩემი რჩევი და რა თქმა უნდა ბატონმა არმენმაც ასეთ დიდი შრომა ჩაუდგა და დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ამას აკეთებდა, ნუ და ან ეს ვთვლი რომ ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარი იყო და ანუ ეს გიტარები მე ბევრი არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს ანუ თავისი ისტორია აქვს და უბრალოდ ძალიან მიხარია, ძალიან მიყვარს და უფრთხილდები თვალისწინებით. ბატონო თემურ, მე მინდა რომ თქვენ გთხოვოთ იქნებ შესძლოთ და ჩვენთანაც დაუკრათ რაიმე ნაწარმოები, თუ არ ვწდები, სწორედ ეს გიტარა გაქვთ ჩვენთან მოწანილი დღეს. გამონებით, მე დღეს შეგისრულებთ კომპოზიციას საგიტარო ვერსიას, ესე იგი მე როგორ დავინახე ეს ნაწარმოები, რომელიც ძალიან მომწონდა ახალგაზრდობიდან, ასე ვთქვათ. ეს არის ბატონ გიაყანჩელის ჰერიობიჭებო, რომელიც დაიწერა სპეციალურად ფილმისთვის მშობლიურად შემომიწა. სხვა შორის უნდა გითხრათ ის, რომ ამ ფილმში თავრობს ბატონ თემურ ჩხეიძე ასრულებს შესანიშნავად და ჩვენ ახალციხის საპატიო მოქალაქეობა ერთად გადმოგვეცა. მე ბატონ თემურს და ბატონ ვაჟა აზარაშვილს. ბატონ მორის პოცხიშვილის ლექსზე. დიახ, მეც სულ მოვთმელად ველი ახლა რომ მოვისმინოთ თქვენი აი ეს არაჩვეულებრივი შესრულება და ინსტრუმენტული ვერსია სხვა შორის, ასე ესტროფს ჟღერი და დანარჩენი არის როგორც ინსტრუმენტალური კომპოზიცია. კი ბატონო, და მინდა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რომ შეწყვდით და მობრძანდით ჩემთან სტუდიაში და იმედი მაქვს რომ კიდევ მომავალში შევხვდებით და დარწმუნებული ვარ რომ ქართულ მსმენელს და ასევე მსმენელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით არაერთხელ მოჰქვით ძალიან დიდ სიამოვნებას თქვენი არაჩვეულებრივი შესრულებით. ორმესი მადლობა გისურვებთ წარმატებას თქვენს.
გემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და ჩვენი არაჩვეულებრივი რესპონდენტიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ სასიამოვნო საღამო გაატარეთ. მომავალ შეხვედრამდე.